ერთი წამი დამილოდოთ. ხომიცი თქვენ მემარარი ხარ. ფეოლადან გაჩვენებთ ერთ კადრს და იპოლიტე ხვიჩიას კინოგმირის ერთ სიტყვას მოგასმენებთ. გამოვიდნენ თამაშიდან. მე კი უკან დავჩები. მთელი ტაიმი წირად. უნდა მოვიდო. მოგელა ვიდიო. მიღე, ნელა და ითამაში. დაიწყო თამაში, დაიწყო. ფეოლა ჩამოჯდა. იცის რომ ისი გუნდი გაიმარჯვებს. ხვედელიძე დაცვას მიხედე, დაცვას. ამური პროტესტ სწორედ ეს ხვედელიძე დაცვას მიხედე, დაცვას. მე კალტნეკა ხვედელიძეს მინდა მივმართო ფეოლა კი თავის შეგირთ ხვედელიძეს მიმართავდა, მაგრამ კალტნეკა ხვედელიძეს მინდა მივმართო რომ დაცვას მიხედოს, დაცვას, რომელიც მისი და ბატონი ბიზინა ივანიშვილის გარშემოა. მიხედეთ დაცვას. დაცვას თუ მიხედავთ, ასე უნდა გითხრათ, შეუდარებლად შემცირდება ბატონი ივანიშვილის ჩაიში პოლონიუმის ჩაყრის ალბათობა თუ შესაძლებლობა თუ ვარიანტი, ხო? მოკლედ, რუსები კი გააჯავრდებიან ივანიშვილზე რომელიღაც ეტაპზე, მაგრამ ახლაც გაჯავრებულები არიან შესაძლოა, თუმცა არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ დაცვას თუ გააძლიერებთ, დაცვას თუ მიხედავთ, პირველ ჯგუფს დაცვისა, მეორე ჯგუფს, მესამეს, რა ვიცი, რამდენიც აქ ყავთ, ხო? სადაც ხართ აბასთუმნის უღრანებში, ამ შემთხვევაში რუსები ეცდებიან კია, მაგრამ ძნელად თუ შემოაღწევენ უშუალოდ ბიზნესთან და პოლონიუმს ალბათ არ ჩაყრიან, ვერ ჩაყრიან ბატონ ივანიშვილის ჩაის ჭიქაში თუ რაღაც ფაიფურის ჭიქაში. რატო გამახსენდა ეს ყველაფერი და გაგეტყვით რატომაც. როდის მიხვდება ბატონ ივანიშვილი რომ რუსეთი მარცხდება? მიხვდება კი საერთოდ. არა და რუსეთი უკვე მარცხდება, ყოველ შემთხვევაში წინ ვერ მიიწევს, ყველაზე უფრო რბილად ვიტყვი. უკრაინის ფრონტზე მას გამარჯვებისთვის არ მიუღწევია ეგრეთ წოდებული SVO-ს ფარგლებში, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ის არსებითად წინ წასული არ არის კი არა, რეალურად უკან დახეულია. არათუ უკან დახეულია, აგე რუსეთის უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც კი მას აქვს სერიოზული პრობლემები. კურსკს არ გულისხმობ მხოლოდ, ბელგოროდს არ გულისხმობ მხოლოდ. ასევე გულისხმობ იმას, რომ შეუდარებლად მოფერიანებული, მოძლიერებული დასავლეთის მხარდაჭერით დასაკვირველია მეტწილად. მაგრამ მოფერიანებული უკრაინა რუსეთის სიღრმეებშიც კი ახორციელებს დრონებით შეტევებს და სტრატეგიულ ობიექტებს უფეთქებს. ამიტომ ბრექით კი დადის პუტინი და კი ჩაეღიმება ხოლმე და გამოპენტერებული პახმელიაზე მედვედევი კი იმუქრება ხანდახან, მაგრამ ეს მედვედევი უკანაც იხევს, როცა შეუტევენ ოკეან გაღმიდან, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმიდან და პუტინიც ფლად ესე მოფერიანებული არ უნდა იყოს თუ დაუჯერებთ ერთ თეორიას, ის ბუნკერშია ჩამალული და ხანდახან თუ ამოვა ხოლმე, არა, ის მისი ორეული კი არ დადის, მართლა ნამდვილი პუტინი დადის აქა-იქ, ხო, მათ შორის კურსკში ჩავიდა, მაგრამ იქ სადაც აკონტროლებს, რასაც აკონტროლებს რუსეთი, მაგრამ რეალურად ხო რუსეთს დარხეული აქვს და ხო და კითხვა ესეთია, ბიზინა ივანიშვილი მიხვდება კი ამას, რომ დარხეული აქვს და როდის მიხვდება, რუსეთს მეტად რო დაერხება, მაშინ რუსეთს მეტად დაერხება, ადრე იქნება თუ გვიან, მაგრამ უფრო ადრე ვიდრე გვიან, მაგრამ მიხვდება კი ივანიშვილი. მე გეტყვით, რომ ჩემი მოსაზრებით ვერ მიხვდება. ვერც მაშინ, ანუ უხეშად 3 წლის შემდეგ. რატო ვასახელებ ახლა ამ პერიოდს? ლიტვის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ 3 წელი რუსეთი კიდევ იომებსო. უკრაინაშიო. არ ვიცი ამდენად პირველ ყოვლისა საკუთრივ კვალიფიციური კვალიფიციური პირის განცხადება, მაგრამ რას ეყრდნობა ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო ლიტვის მოდი მე ჩემურას ვიტყვი ლიტვის ლიდერი. მაგრამ ის კი ვიცი, რომ აღმოსავლეთ ევროპელები ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე ძალიან აძლიერებენ თავდასხმას ვაიდა რუსეთი 2-3-4 წელიწადში მართლა გამოვიდეს გამარჯვებული უკრაინის ფრონტიდან, ვაიდა მან დაიპყროს მთელი უკრაინა ან უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი და ვაიდა მართლა გაგიჟდეს და კიდევ რამატებით ხელთ გაგიჟდეს პუტინი და შეუტიოს
შეუტიოს რა ქვია იმას ევროპის კონტინენტს გამოსცადოს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი მედეგობაზე სწორია ხო ალბათ სწორია მოკლედ გამოსცადოს ნატო და რეალურად ნახოს ეს მეხუთე მუხლი როგორც ასეთი მოქმედებს თუ არ მოქმედებს იცავს კი ყველა ერთს იმ ერთზე თავდასხმის შემთხვევაში უკრაინასაც იცავს მაგრამ უკრაინა ნატოს წევრი არ არის მაინც და აი ესტონეთს რომ დაარტყან ესტონეთში ლატვიაში პოლონეთში ლიტვაში და სხვაგან ხო ძლიერდება ეს თავდასხმის ზღუდეები რაც გარდაულად აუცილებელია რუსეთისა ევროპისათვის იმიტომ რომ ყველა ხდება აირას მე ხა გაჩნევთ რუკას მე პირადად არ მგონია გულახდილად გეტყვით რომ ესოდენ დასუსტებული რუსეთი უკვე ახლავე დაიწყებს ომს ევროპის აღმოსავლეთით მაგრამ ერთია რა მგონია მე და მეორეა რა გონიათ ევროპელ ექსპერტებს მეტწილად მათ შორის ასევე ამერიკელებს და რა გონია რუსეთის პრეზიდენტ ლიდერ პუტინს ანუ სულაც არ არის გამორიცხული რომ ესოდენ დასუსტებული რუსეთიც კი და მისი ესოდენ გადაფსიხებული პრეზიდენტი რომელიც ხელფეხს იქნებს ომის სამართოდ მან მართლა დაარტყას მიუხედავად იმისა რომ არ მგონია აღმოსავლეთ უკრაინას და კერძოდ მე გეტყვით რასაც გულისხმობთ და პირველ რიგში თუ გდებავთ ChatGPT-ის პასუხს წაგიკითხავთ ბანალურ კითხვაზე ეს არის სუვალკის დერეფანზე ალბათ დერეფანი უფრო სწორია ვიდრე კორიდორი ეს არის ვიწრო სახმელეთო ზოლი პრინციპში რა თქმიდა ChatGPT და ავხსნათ რა არის კალინინგრადი მოწყვეტილია ძირითადი რუსეთისაგან ეს არ არის იდეაში ისტორიული რუსეთის ტერიტორია ხო არ მინდა შემეშალოს მაგრამ კალინინგრადის ეხლა წელს ესე იგი კალინინგრადს ერქვა კენიგსბერგი მაგრამ მე მაინც კალინინგრადს რა ერქვა ეხლა იქ რო არ მისა სერჩო ხო ერქვა მაგალითად ალბათ პასუხებს არ ვიცი რომ ეს ერქვა კენიგსბერგი ადრე ერქვა კენიგსბერგი დიახ გერმანულად რაღაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი კენიგსბერგი ისტორიული ქალაქი იყო ისტორიული ქალაქი პრუსიის დედაქალაქი გერმანიის ნაწილი და არსებული 1245 წელს ეს კი არ მახსოვდა მე-20 საუკუნეში გერმანული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო იქ ცხოვრობდა ემანუელ კანტი და ემანუელ კანტი არის დაკრძალული იქ ესეც გადავამოწმოთ თქვენის ნებართვით სად არის დაკრძალული კანტი მე კი ვიცი პასუხი უბრალოდ მე კიდევ ერთხელ მინდა რომ დავაზუსტოთ და შეიმეხსენება ემანუელ კანტი დაკრძალულია კალინინგრადში ანუ კენიგსბერგში მოკლედ რატო ყვები ამ ყველაფერს და სუვალკის დერეფანის გაჭრა უნდა შეჭრა ამ დერეფანში არის 65-70 კილომეტრიანი დერეფანი რომელიც თავის მხრივ კვეთს ერთის მხრივ ტვას ისევ ჩემი ვებურად ვიტყვი და სამხრეთით კი ის კვეთს პოლონეთს და უნდა რომ ამ სახმელეთო დერეფანის დაპყრობით და აღებით როგორღაც დაამყაროს პირდაპირი კავშირი მისი რომ გონია და დე იურე ახლა მოცემულ ეტაპზე მისია იმ კალინინგრადთან და ამის გამკეთებელი მე მგონი რომ არ არის მეთქი გულახდილად გავიმეორებ გულახდილად ვიტყვი ამას იმიტომ რომ ძალები არ ყოფნის უშუალოდ მის ტერიტორიაზეც კი ვება რუსეთის ტერიტორიაზეც კი მას აქვს პრობლემები აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ უკრაინაშია პრობლემები მაგრამ რას გაუგებ შლექსა მექსა თვით პუტინსა ცოტა გიშსა ცოტა გავავრითმეთ ხო უნიჭოთ მაგრამ მაინც რუსეთს მოკლედ მეორე ფრონტის გახდის შესაძლებლობა არ აქვს დავუბრუნდეთ ბიზნა ივანიშვილს და იკითხოთ როდის მიხვდება რომ ივანიშვილი რომ არ ხდება პუტინი არ ვიცით ვერ გავცემთ ამ კითხვას პასუხს მაგრამ სამაგიეროდ გავცემთ ერთ საინტერესო კითხვას პასუხს და ეს კითხვა არის ასეთი წარმოიდგინეთ რომ 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში როცა ჯერაც არ იყო გამართული საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 50 შტატში ორი კანდიდატი რომ იყო დაწინაურებული და რო გავიდა საფინიშო ეტაპზე ეს არის კამბექი რო უნდა ის ტრამპი აი წარმოვიდგინოთ რომ ვთქვათ ოქტომბრის ბოლოა ნოემბრის დასაწყისი ხო და კამალა ჰარისი ფავორიტი ჯოზეფ ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიისა და წარმოვიდგინოთ რომ გაემარჯვა კამალა ჰარის ახლა ამ წუთას რა იქნებოდა გახარებულნი იქნებოდნენ მოსკოვში პირველ ყოვლისა გეტყვით ამას იმიტომ რომ კამალა ჰარის იქნებოდა ჯოზეფ ბაიდენი გაყოფილი 10-ზე კარგი ანუ უბრალოდ
ბაიდენისაგან განსხვავებით ცუდი სადღეგრძელოებით და აი არსებით ნაბიჯს კი ეს მაინც ესე ვიტყვი წაუსოციალისტ ქალი პრეზიდენტის რანგში არსებით ნაბიჯებს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით არ გადადგამდა. არა თუ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, არამედ იმ დახვავებულ პრობლემებს, რომლებიც იყო უკვე იმ ხანადაც სოფლიოში, მათ ვერცერთს ვერ მოაგვარებდა, კვლავ მიმეორებ ექნებოდა ცუდი სადღეგრძელოები და არა უმეტეს. მაგალითად, პაკისტანი და ინდოეთი ტრამპმა არასრულ 48 საათში მოამრგვალა ეს თემა. ერთსაც მიუჩინა თავისი ადგილი და მეორესაც ვაშინგტონიდან ისეთი გზავნილები გაუშვა პაკისტანისა და ინდოეთის ორივე ბირთვული სახელმწიფოა ხალხო. მიმართულებით, რომ 54 საათში თქვენს რომ დავიშალეთო. აღარაფერი აღარ გვინდაო. მე ვამარტივებ და მარტივად გიხსნით, ხო? უკრაინის თემაზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ირანი 12 წელია კი არა, 24 წელია კი არა, ლამის 80-იანი წლებიდან, ანუ 40 წელია ლამის, ხო, 35 არა მეტი 80 წელს, ესე იგი 45 წელია. 80-იანი წლების დასაწყისიდან, ხო, 40 წელია მაინც მიმდინარეობს ამ ირანის გარშემო რა არ მიმდინარეობს. და ბოლო 25 წელიწადია მათ დაიწყეს ამ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. ბირთვული პროგრამა თავისთავად პრობლემა არ არის. შეგიძლია რაღაც ბირთვული ენერგიით მიიღო ელექტროენერგია. პრობლემა არ არის. საფრანგეთი გადანათებულია, თუმცა საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოც არის, მაგრამ მაინც სწორედ ბირთვულ ენერგიაზე დგას. მაგრამ ამათმა დაიწყეს ურანის გამდიდრება და ბირთვული ბომბის შექმნაზე ფიქრი და ზრუნვა და ქმედება. თუ პაკისტანს აქვს, თუ ისრაელს აქვს, თუ ინდოეთს აქვს, თუ ჩრდილოეთ კორეას აქვს, ეს ოხერი და ტიალი ამბობდნენ თეირანში. ჩვენ რა დავაშავეთ? დააშავეთ ის, რომ თქვენ არადემოკრატიულები ხართ და კიდე ბევრი რთული თანწყობილი წინააღმდება უნდა მიაყოლო, რაც რიგით თეირანელსაც არ ესმის, არა თუ აიათოლების რეჟიმის რომელიმე ქვემდებარე წარმომადგენელს, მინისტრს, რა ვიცი, რომელიმე რაღაც სახელმწიფო ვერტიკალის რომელიმე წარმომადგენელს. პრეზიდენტს და ასე შემდეგ. დააშავეს სწორედ ეს და აი ეს უხეშად 24 წლიანი ეპოპეა ტრამპმა დაამთავრა 12 დღეში. ამასთან დაამთავრა ისე, რომ ბირთვულ პროგრამას ირანი ვერ მიუბრუნდება და თუ მიუბრუნდება შესანიშნავად იცის, რომ ჯერ ისრაელის ავიაცია აფრინდება და მერე იქიდან შეერთებული შტატების ავიაბაზებიდან დაიბომბება ახალი ბირთვული პროგრამის ინიციატივებიც კი, ახალი ბირთვული პროგრამები და უკვე შემდგომ ვეღარავინ ალის რეჟიმი, ასე მაგალითად თუ მაინც და მაინც ალის რეჟიმის დროს მოხდა ეს ყველაფერი ვერ გადარჩება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტულატი და ამბავი. მაგრამ ამასთან როგორ დაამთავრა იცით? ეხლა უკვე დაიწყო საუბარი ირანზე და თქვა თუ არსებობს მაგა, არსებობს მიგა. ირანიც იყოს მწყინვალე სახელმწიფო და 30 მილიარდს ვაძლევ New York Times-ი აღწერს ამ ინფორმაციას 30 მილიარდს მისცემსო ბირთვულ პროგრამაზე ოღონდ ურანის გამდიდრების გარეშეო. ეხლა მე არ მგონია გულახდილად გეტყვით რომ ეს შეთანხმება გაამერიკანება ირანისა შედგეს და აიათოლების რეჟიმი ადეკვატური იქნება ამ პროგრამის ამ და სხვა პროგრამების მიმართ. ფორდოში გავაკეთოთო, ბოდიშ ვიხდი ვარ დამავიწყდეს. ფორდოში აღვადგინოთ ფორდოგან არა, ოღონდ ურანი ირანმა არ გაამდიდროსო. აი ამ ამბავშია ტრამპი და სხვა რომ არაფერი არ გააკეთოს დარჩენილი 3.5 წლის განმავლობაში ტრამპმა და ის მართლა იანვრის 20-ში შევიდა და დღეს იანვრის არა ივნისის 20-ია ოდნავ მეტი ხო? ანუ იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი 5 თვის განმავლობაში შესვლიდან მან ბრახდა მოამრგვალა ირანის პრობლემა საშვილიშვილო საქმე გააკეთა და სხვა რომ არაფერი არ გააკეთოს ის ოქროს ასოებით უკვე ჩაეწერება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთა ისტორიაში. რასაკვირველია პრობლემაა ის, რომ აიათოლების რეჟიმი დარჩა, თუმცა ჩემი მოსაზრებით ეს ერთბაშად ყველაფერი არ უნდა მოვითხოვოთ და ჟამი აიათოლების ალის რეჟიმის დასრულებისა დღითი დღე ახლოვდება. იმიტომ რომ ისინი იდგნენ ამ ბირთვულ პროგრამაზე, იმიტომ რომ ისინი დგანან ახლაც ამ რეპრესიებზე და მე მესმის რომ შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვის უპირველესია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები უსაფრთხოების კუთხით
ეს სწორი აქცენტია ალბათ ჩემიც და ვინც ამგვარ ანალიზს აკეთებს და დემოკრატიას თითქოს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ასე არ იქნება, რომ უგულებელყოფილი იქნება დემოკრატია როგორც ასეთი სულმთლიანად და ასევე გვახსოვდეს, რომ ალის რეჟიმი მაინც იდგა აი ამ პროპაგანდაზე და იმაზე, რომ ირანი უნდა ყოფილიყო ფირთული სახელმწიფო, ძლიერი და თუ ეს აღარ იქნება, ვერ დაიჭერენ ისინი მოკლედ სიტუაციას გარკვეული პერიოდის შემდეგ და თუ ჩვენ მესმის რო გვეჩქარება, თუ დღეს ვითხოვდით ჩვენ ამ რეჟიმის დასრულებას, ხვალზე ეს რეჟიმი თავის თავადაც დასრულდება. და კიდევ რა არის ტრამპის უზარმაზარი და ამსახურება, რომ ბოროტების ღერძებიდან ერთი ირანი როგორც ასეთი მოშალა ნახევარწელიწადში, არასრულ ნახევარწელიწადში და მე მესმის ჩვენში საქართველოში და მსოფლიოში არსებული კრიტიკოსებისა, ტრამპის კრიტიკოსებისა, რომლებიც ჭკვიანი ხალხისა, აქვე ვიტყვი, პატივსაცემი ხალხისა, რომლებიც უწულებენ იმ განცხადებას, იმ ქმედებას, ის არ ესმით, ის ბოლომდე არ ესმით, რა არის ეს ტრამპმა კიდე შეცვალა პოლიტიკას ამბობენ და სამართლიანადაც და მეც ვიყავი ალბათ სწორი დრო არის ზმნისა მათ შორის, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ტრამპი რომელიღაც ეტაპზე და ასლას არ მეთაკილება უკან დახევა, აღმოვაჩინე, რომ ტრამპი თლად ესეთი იოლი და ხელწამოსაკრავი და ისეთი კაცი არ არის, რომელიც რუსებს აქვთ ესე ხო ჰაერ სატანს სიტყვებს თქვა, შეასრულა ჯერჯერობით რუსეთთან იმართებაში არ თქვა, იტყვის, მეთქი ასე ვიტყვი. კიდე ვისაუბროთ ტრამპზე, რამდენიმე დღეს, ესე იგი, რამდენიმე წუთით, თქვენის ნებართვით, ის საკითხით, რომ 2024 წლის ნოემბერში აირჩიეს, 20 იანვარს შევიდა ოვალურ კაბინეტში 25 წლის არასრულ 5 თვეში ეს გააკეთა. მას ყავს კრიტიკოსები და ასე შემდეგ და ახლა უკრაინასთან კონტექსტში ვილაპარაკოთ და სწორედ სუვალკის დერეფნის კონტექსტში. ტრამპმა თქვა, რომ ვიდრე მე ვარ პრეზიდენტი, ნატოს ვერც ერთ წევრ სახელმწიფოს ვერავინ დაესხება თავს. ის 28 წლის ნოემბრამდე, 29 წლის იანვრამდეა პრეზიდენტი, მოდი ასე ვიტყვი, სანამ შევა ვინმე თუ იქაც თუ გადაწყვეტილება ტრამპმა არ მიიღო კიდევ ერთხელ კენჭისყრის თაობაზე, მე შემიძლია დეტალურად ვისაუბრო, რატომ აქვს მას უფლება გაგიკვირდებათ და თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ გვარიანად ასაკში შესული იქნება ახლაც არც თუ პატარა ასაკის პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც აი ხლა ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი და დონალდი და მე მithქვავს და შეცნობას დამიშვი ალბათ და არ უნდა იჩქარო ამიტომ კაცმა ანტი დონალდი მეთქი ესე შევაფასე თავის დროს. მაგრამ ახლა სულაც არ ჩანს ესე. რონალდს, ტრამპი, რეიგანს ჩანს ესე შიგნეულად ხო თითქოს ეჯიბრება, თითქოს უნდა რომ არ იყოს ჯაბანი, თითქოს უნდა რომ დაამარცხოს ისტორიაში. 80 წელს გაიმარჯვა რონალდ რეიგანმა, 99 წლის იანვრიდან ის გავიდა ოვალური კაბინეტიდან. გაგახსენებთ, ჩვენ კი ვამბობთ, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია რეიგანმა, ასეც არის, მაგრამ ფორმალისტურად საბჭოთა კავშირი დაინგრა მისი მომავალ მორბედის უფროსი ბუშის პირობებში და პერიოდში და ეს კაცი რეიგანის დროს ვიცე-პრეზიდენტი და მანამდე CIA-ის ხელმძღვანელი სულაც არ იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის მომხრე ერთი ხანობა ყოველ შემთხვევაში და უფრო გორბაჩოვთან ძმაკაცობისა და გამო უფრო იხრებოდა გარდაქმნის პერესტროიკისა, პლურალიზაციის, გლასნოსცისკენ და რაღაც ჯანდაბებისკენ მოფიქრებული რაც იყო გორბაჩოვის მიერ და იძულებულიც იყო გორბაჩოვი რომ მოეფიქრებინა ეს ყველაფერი და აქამდე მიეყვანა ერთ დროს ძლევამოსილი სტალინის იმპერია. ხო და რას ვამბობ ამით იმის თქმა მინდა რომ აი რონალდ რეიგანი მაგი დაიწყო რასაკვირველი და რეიგანის დამსახურება რასაკვირველია, მაგრამ ბუშის დროს დაინგრა მეთქი და აი ტრამპმა დაიწყო და არასრულ 5 წელიწადში ირანის ამბავი მოამრგვალა, მოაყომარა, ვინ იცის დარჩენილ 3 წელიწადში 3 წელიწადი და 7 თვეა რა დინამიკით მიდის, წარმოიდგინეთ რა ვინ იცის რას უზამს რუსეთს 3 წელიწადი რომ არ გაგრძელდება უკრაინის კონფლიქტი, ეს თავისთავად ცხადია და ეს ფაქტია. ხო, მოკლედ ამის თქმა მინდოდა სულ ისიმის საქმეთა შპარგალკა მაქვს მეორე ტელეფონში და არ უნდა დამავიწყდო და დაუბრუნდები კითხვას როდის მიხვდება ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც
ბევრი ვერსია არსებობს ამასთან დაკავშირებით, რამ გააგიჟა, რატომ გამორუსდა ესე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია უკა არსებობს ამგვარი, რომ ბიზნეს ეშინია, რატო არა გვაქვს ჭიქა გარშემო, ბიზნეს ეშინია ლიტვინენკოს ბედის გაზიარებისა. სამართლიანად ეშინია ხალხო, საცეცები, მოდით გავუგოთ რა ერთ წუთს რა. საცეცები რუსეთს აქვს, სად არ და სად ახარ. შეერთებულ შტატებშიც სხვათა შორის გაგიკვირდებათ და გერმანიაშიც გაგიკვირდებათ და ბრიტანეთშიც გაგიკვირდებათ და ასე შემდეგ. მით უფრო მოწყვლად პატარა საქართველოში, რომელიც მის სამხრეთ რუსეთის სამხრეთ საზღვრებზეა, საცეცები აქვს რუსეთს, შეერთებული შტატები წამოს და რუსეთს აქვს, პუტინს აქვს საცეცები. ხო და სად არა აქვს ეს მოსკოვის საცეცები და აი პოლონიმი რო ჩაყაროს აბასტომნის უღრანებში განმარტოვებული ბიზნე ივანიშვილის ჩაის ჭიქაში მოახერხებს რომელიმე სიდოროვი, მაგრამ ჯერ ერთი შიში ვერ იხსნის სიკვდილსაც უდია დაღრეჯილობა, ეს ერთი. ივანიშვილს მიმართავ. მეორე, მაინც და მაინც ამ ხვედრს კი არ უბრალოდ რაღაც პოეტურად გიხსნით, ბატონო ივანიშვილო იმას, საერთოდ რო უდია დაღრეჯილობა, გავარებოთ სიტყვას სიკვდილი თავი. მეორე, და გავიხსენოთ ისევ ფეოლას პერსონაჟი ხომ არ დავკარგა, ამიკარგავს პოდიში. სადა ხარ? გადავახვიოთ. უზარმაზარი ტვირთი აწევთ ქალებს საერთოდ всё სოფლიოში, ჩვენს დროებაში მით უფრო მეუღლეებს უნდა ზიდონ და წიკონ ეს ტვირთი. გაბატონმა ეკახვედელიძემაც უნდა წიკოს ტვირთი ბიზნე ივანიშვილის მეუღლეობისა ის რთული პიროვნება, მას ბევრი პრობლემა აქვს. პრობლემა აქვს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მილიარდი აქვს, თითქოს ესე ჩანს, რომ რაც მეტი მილიარდი გაქვს, მეტი პრობლემა გაქვს და ამ დროს მეუღლეებს აქვთ ესოდენ მასშტაბური პიროვნებების მეუღლეებს აქვთ როლი და მისია, რომ სულიერი სიმშვიდეს მიჰგვარონ პირს, რომელიც ბევრ რამეზე ფიქრობს და აგე იქ რაღაც 800 მილიონს კარგავს, იქ რაღაცა პრობლემა შეიძლება აქვს ოჯახში, ან რაღაც პოლიტიკურ გუნდში, აგე იქ გაიქცა რაღაც გომელაური თუ არასწორად მოიქცა ლილუაშვილი რა მნიშვნელობა აქ ან პირიქით, ეს ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა, ეცნობა პრესას, კი უხარია და თუ თიხუშებთანაც დადის, მაგრამ უზარმაზარი პრობლემა და კიდე ბატონ ივანიშვილს აქვს სანდოობის გამოცხადების პრობლემა, ის მართლა გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ შორის საკუთარი დაცვის წევრებსაც მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან ისინი და ასე შემდეგ უნდა ენდოს, განა არა. ამიტომ ქალბატონ ხვედელიძეს აქვს უზარმაზარი მისია. ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვა. ამური. გახვალთის.